ვაპირებთ რომ ვისაუბროთ ყაველაშვილის ესე იგი მოლოდინზე რომ მას ტრამპი დაურეკავს მოდით აქედან დავიწყოთ რა თქმა უნდა მოგცემთ საშუალებას ნათიას ამბავსაც გამოეხმაუროთ ეს ალბათ იქნება პრაქტიკა ასე დაიწყეს თუ არიხდით ჯარიმას მოვალ სახლში და სარეცხ მანქანას გაგიყიდით კი არა და მოვიღებთ და აღსრულებას გადავცემთ არ ვიცი გაღითიანებით მიესალმებით თქვენს მაყურებელს ჩემი მხარდაჭერა ნათიას ჩვენ მარტო კოალიციის წევრები არ ვართ მე ნათია ჩემი სტუდენტია ნათია დიდი ხანია 4 წელია ამიტომ სხვა მეგობრობაც გვაკავშირებს და ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს მის შემშინებელი ნამდვილად არავინ დადის ამ ქვეყანაზე მით უმეტეს ისეთი არანორმალური ქმედების ჩამდენი რომელიც სახში უვარდება ადამიანებს ჩვენ ეს პრაქტიკა გავლილი გვაქვს ფაქტი ერთია რასაც ჩვენებს ეს მე ყოველთვის ვამბობ რომ ასეთი ნაბიჯები აჩვენებს რეჟიმის სისუსტეს რომელმაც ვერაფერი მოუხერხა საქართველოში თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლ ადამიანებს ნათიათ იმიტომ დაიწყეს თვითონ თქვა ნეტავ რატო დაიწყეს და ნათიათ იმიტომ დაიწყეს რომ ხვალ არის 27 ჩვენ 27-ში დაანონსებული გვაქვს აქცია გმირთა მოედანზე სოხუმის დღესთან დაკავშირებით და ნათია ერთ-ერთი ორგანიზატორია ამის ხშირად გამოჩნდა ახლა ტელევიზორში და მის სახელი ამასაც დაუკავშირდა ისე როგორც წასულ დღეებსა და წლებში სხვა ბრძოლებსაც რეჟიმის წინააღმდეგ ამიტომ აიღეს და დაიწყეს ნათიათი იმისათვის რომ ხვალ ნაკლები ხალხი მოვიდეს ეს აჩვენებს ერთადერთ შეიძლება თავადაც იციან რომ ეს არ არის ეფექტური თუ ეფექტიანი ბრძოლის ხერხი მაგრამ ფაქტი ერთია რომ სხვა იარაღი აღარ აქვთ მათ გაუთავდათ არსენალში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კარტი თუ ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღები რაც ნიშნავს ადამიანების სიხეს ჩასმას მათ შორის პოლიტიკური ლიდერების იქნება ეს თუ ადამიანების რომლებიც ქუჩაში საკუთარი და ქვეყნის ინტერესებისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან ამიტომ ახლა აღარ იციან რა აკეთონ და მიმართეს აი ამ რაღაც სრულიად გაუგონა რა ქართულ რა ვიცი არაფერში რომ არ თავსდება ზუსტად ისეთ გზებს და გეგმებს რომ ოჯახებში შეუვარდნენ ადამიანებს ეს არ არის პირველი კიდე ერთხელ გავიმეორებ ჩვენ ვნახეთ ორ სულქალებთან მათი შევარდნა რა ვიცი ყველაფერი ვნახეთ მოკლედ აი ამ ერთი წლის განმავლობაში და ეს არის თავისთავად ძალიან კარგი იმ გაგებით სწორედ რომ კულმინაციისკენ მივდივართ ნელ-ნელა არ დაიჯეროთ მეგობრებო და დღევანდელი შევეხებით ალბათ ამასაც დღევანდელი ეკონომიკის ფორუმი თუ რა ვიცი რაც დაარქვეს ამ პოპმეზურ შეხვედრას რომელიც ამის დასწორია რომ გაუთავდათ და ახლა იმშtildewen დაამშვიდონ ნახეთ რა არც ყველა მისის რომ ეს უნდა დამთავრდეს რა პირდაპირ თქვათ მოდი რომ ამ კრიზისში ცხოვრება არ უნდა არავის პირველ რიგში არ უნდა ქართულ ოცნებას იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ხელშემშლელი ასე ვთქვათ დემოკრატიის განადგურებასთან ერთად იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის რომ ამ პირობებში ვერ დაალაგებს ვერავისთან არავინ მასთან არ დაიწყებს საუბარს რატომ ტრამპის ზარს რომ ელოდება ბატონი ყაველაშვილზე ყოველთვის ვამბობ ადამიანები ყოველთვის აკეთებენ იმას რაც იციან და ყაველაშვილმა ეს უბნური ლაპარაკის და ასე სამყაროს აღქმის მეტი არაფერი იცის რაღაც დაელოდე ჩემს ზარს არის ნუ სრულიად ეს ასეც რომ მე თქვა მაინც არ უნდა გაეხმაურებინა მე თუ მკითხავთ ამიტომ ჯერ ერთი რაზე ვლაპარაკობთ ხო ეს ადამიანი აბსოლუტური ფიქცია არა მხოლოდ იმიტომ რომ არ ვაღიარებთ ჩვენ მას ისე არჩევის წესს და ასე შემდეგ საინტერესოა ისიც რა ენაზე კითხავთ და რა ენაზე დაპირდა ხო გასაგებია ნუ მოდი ამას არ უნდა იმაზე მეტია სალაპარაკო ეს არის ადამიანი რომელსაც აბსოლუტურად არ ესმის ის ტექსტი რაც დაიკითხა დარწმუნებული ვარ იქ რაზედაც იყო საუბარი და ჩვენ ამასაც გავშლით ალბათ იმის სიღრმეები ქვეტექსტები და ასე შემდეგ ერთია რომ არ ესმის და მეორე არც უნდა რომ ესმოდეს იმიტომ რომ არაფერში არ სჭირდება ამის გაგება იმიტომ რომ მას რასაც დაავალებენ და რასაც გაატანენ ზუსტად იმას წაიღებს და წაიღებს რესურსი ტრამპის ადმინისტრაციასთან გადადვირთის ის ასეთ პირობებში რადგან ამაზე დავიწყეთ საუბარი მოლოდინზე სხვა შორის კობახიძე არ არის ასე იმედიანად დაველოდები თუ ახლა ვერ ვიმკითხავებ როდის დაგვირეკავსო კობახიძე აცნობიერებს ვითარებას რა ვითარებაშიც ქართული ოცნება არის იმ არჩევანის გამო არჩევანიც მათ გააკეთეს რესურსი გადადვირთვის არანაირი რესურსი არ არსებობს ჩვენ ვიცით როდესაც ვლაპარაკობთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ნებისმიერი სახის რომელი პარტიის თუ რომელი მხრის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი ის არის პირველ რიგში დემოკრატიული სამყაროს მთავარი ლიდერი ხო ასეა ამიტომ მათთვის ნებისმიერ ადგილას ნებისმიერ ფორმატში დემოკრატიის განადგურება ნიშნავს მათივე ინტერესებისა და მათივე
ასე ვთქვათ, სოფხედველობაზე დარტყმას. ამიტომ ისინი ვერასდროს და ვერსად ვერ დაალაგებენ ურთიერთობას ისეთ განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებთან, რომელიც მანამდე წარმოადგენდა დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სივრცეს აღმოსავლეთ ევროპაში, შავი ზღვისპირეთის აღმოსავლეთში. ამიტომ ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვიღაცები მას შეიძლება თქვა, რომ აი მაგალითად ალაგებს რომელიღაც რაღაც შუა აზიის ან კიდე ასე შემდეგ ქვეყნებთან. ეს არის სხვა მოცემულობა. ჩვენ დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკის პარტნიორები ვიყავით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით დემოკრატიის მშენებლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო აი ამ ტერიტორიაზე და ამიტომ ვიყავით სანდო. სანდოობა ზრდის სწორედ თამაშის წესებში აყოლა, ხო? ძალიან მარტივია, ნუ ფეხბურთს თუ ითამაშებ და ხელით დაიწყებ თამაში, თქვენ გაგაგდებენ, თუ ამას გააგრძელებთ და მუდმივად დაარღვევთ წესებს FIFA-დანაც გაგაგდებენ, UEFA-დანაც და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ არსებობს დადგენილი თამაშის წესები, რომელიც თქვენ და ჩვენ აუცილებლად უნდა შევასრულოთ. ახლა რა უნდა ბიძინა ივანიშვილს? ბიძინა ივანიშვილმა იცის ერთადერთი რამ, რომ დემოკრატიის პირობებში მას არ აქვს მომავალი. არ აქვს მომავალი ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. თუმცა მეორე მხრივ, მან ასევე იცის, რომ აი ეს გზა, რომელიც თითქოს უნდა რომ დაგვანახოს, რომ ზუსტად აკონტროლებენ ყველაფერს, აი თქვენ კობახიძეზე ილაპარაკე და კობახიძე ცდილობს არ გავიდეს აი იმ ჩარჩოები და რომელზედაც მუდმივად ლაპარაკობს, რომ თითქოს ისინი აკონტროლებენ ყველაფერს და აი ეს ამის ჩვენება იყო დღეს ცდილობა, ხო? ამის ჩვენება ესეც და ამის ჩვენება ელჩების დაბარებაც, რომ თითქოს ისინი არიან პრინციპულები, ლეგიტიმურები. არა და რეალურად ეს არის მათხოვრობა, ბოდიში ამ გამოთქმაზე თქვენი აუდიტორია არ იმსახურებს ამას, მაგრამ ვიზედაც ვლაპარაკობთ, ისინი იმსახურებენ, ეს არის მათხოვრობა ლეგიტიმაციის. ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა აჩვენოს, რომ მე აქ ყველაფერს ვაკონტროლებ, უჩემოთ აქ ჩიტიც ვერ გაფრინდება და ვერ გადმოფრინდება, აი ჩემებსაც ვიჭერ, აი ის ბიზნესი ჩემს ხელშია და ასე შემდეგ, მოდით დამელაპარაკეთ, მაღიარეთ და დამელაპარაკეთ. ამის მათხოვრობა მიდის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რატომ? იმიტომ რომ ზუსტად იცის, რომ დასავლეთთან დაპირისპირება არ არის მისთვის კარგი. არ დავიჯეროთ არავინ, რომ ეს მათ უნდათ, რაცაც ახლა აკეთებენ. უბრალოდ არ აქვთ მეტი გზა. იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, ისინი აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ირანს, აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ჩინეთს და რაც ყველაზე მთავარია პუტინს. იმიტომ რომ სხვაგვარად ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ, ამიტომ ეს ნამდვილად არ მოწონთ, იმიტომ რომ როგორ არის იცით, ნახეთ, ძალიან მარტივია, ეს სახელმწიფო ისტორიულად და ცივილიზაციურადაც იმაზე დგას, რასაც ჩვენ ახლა დასავლეთს უწოდებთ და რაც მთავარია პოსტსაბჭოთა პერიოდში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა სწორედ იმ ქვეყნების აღიარებაზე დგას, რომელიც ელჩებსაც ახლა იბარებენ და რაღაც გაკიცხვის მიზნით რაღაც ასე შემდეგ დემარშებს აწყობენ. ამიტომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ მკვდარ ცხენზე სხედან. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ დრო მასზე არ მუშაობს. რაც უფრო მეტი დრო გავა, დაკარგავს ძალიან მნიშვნელოვანი ლეგიტიმაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს და ხაზს, ეს არის საკუთარი გუნდის შიგნით ლეგიტიმაციის დაკარგვა. ის რომ ქართველი ხალხისთვის ის აღარ უკავშირდება საქართველოს მომავალს არის ერთი, ის რომ დასავლეთში მას აღარ აღიარებენ და აღარ ელაპარაკებიან, ეს არის მეორე და ამას არ უნდა წინასწარმეტყველება ან ვარაუდების გამოთქმა. ნახეთ ჩვენ რუბიოს მიერ მოწყობილი ვახშამი დაარქვეს მათ და თითქოს უნდათ ამის რაღაცა მნიშვნელობის ჭამასმა გაიმართა თითქოს იქ. ეს უსაფრთხოების საკითხებზე რა თქმა უნდა, შეკრებილი საზოგადოება როგორც წესი და ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა პარალელურად ასამბლეის. ამოთქმა არის უთავმოყარეობა. პირველ რიგში საკუთარი თავის უპატივცემულობა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა დაზუსტებით იცის რას ნიშნავს ეს ვახშამი. და ზოგადად რას ნიშნავს დიპლომატიაში ვახშამი და ესეთი პრივატული შეხვედრები, სადაც იმაზე უფრო მეტი რამ წყდება, ვიდრე ოფიციალურად ტელევიზიისთვის და ხალხისთვის გაკეთებულ, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა რომ ჩვენი რეგიონის წარმომადგენლები, სომხები და აზერბაიჯანელები საჭმელად იყვნენ ჩასული პაპუაშვილის ლოგიკით. ხო, შიმშილის გზნობის დასაკმაყოფილებლად. კი ბატონო, რომ გადავიდეთ, აი თქვენ ახსენეთ, ვის უნდა დაუკავშირდეს ეს რეჟიმი, რომ გადარჩეს, სხვა გზა არ აქვს, ორი პოლუსია ამ სოფლიოში და რომელიმეს უნდა მიეკედლოს და რომელიმესთან ივაჭროს და რას გვაჩვენებდა სიტყვა, რომელიც გასაგებია, რომ ყაველაშვილის მიერ დაწერილი არ იყო, მაგრამ
მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკას აჩვენებდა მრავალფუნქციური ჰაბი, იქ მრავალპოლუსიანი ურთიერთობები, შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ ურთიერთობაზე გააკეთა მხოლოდ აქცენტი, არ უხსენებია არც ერთხელ რუსეთი, ვერ გაიგებდი რომელ ქვეყანას წარმოადგენდა, რა მთავარი საფრთხე აქვს მას, ხომ? ეს მთლიანი 12 წუთი ისე დაასრულა საუბარი, რომ ქვეყნის თავარ საფრთხეზე ერთი სიტყვა არ დასცდენია რუსეთს. კი ბატონო. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ამ გამოსვლით, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის საქართველოს ხელისუფალი. მათი ინტერესის სფეროში არათუ მთელი საქართველო, არამედ ის ხალხიც არ შედის, ვინც მათ ხმას აძლევს. ის ხალხის არ შედის. ეს წერილი, რომელიც წაიკითხა და მოდი წერილი დავარქვათ, ამიტომ ეს კაცი არის პოსტალიონი, რომელმაც ჩაიტანა იქ და უბრალოდ ქართულ ენაზე გაახმოვანა. ეს წერილი თუ განცხადება, რომელიც გნებავთ, აჩვენებს ერთადერთს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას. ამ წერილის მესიჯები მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება. ნუ გვესაუბრებით ულტიმატუმით, მიგვიღეთ ისეთი, როგორიც ვართ. კულტურა. აქ არსად ვეფხისტყაოსნიდან მოყოლებული ვართო და ასეთი მიგვიღეთო, როგორიც ვართ. სახელმწიფო არსად არ ჩანდა, ქვეყანა არსად არ ფიგურირებდა და არსად არ ჩანდა. არც ერთ ტექსტში, არც ერთ წინადადებაში ერთადერთი რაც ჩანდა ხვეწნა და მუდარა, მოდი მათხოვრობას ნუღა დავარქვათ, ხვეწნა და მუდარა იმის, რომ მიიღოს რაღაცა ფორმატის აღიარება, რომ ეს აღიარება წამოიღოს და ამის საფუძველზე დაასრულოს საქართველოში აი ეს ნათია ლეთოდიანს რაზედაც ეჩხუბებიან და ნათია ლეთოდიანის მსგავსი ადამიანების საქართველოში ბრძოლა. რატომ? იმიტომ რომ მათი არ აღიარების და იმ ყველა პრობლემის საფუძველი, რომელიც ახლა ბიძინა ივანიშვილს ინდივიდუალურად და კოლექტიურად ქართულ ოცნებას, რუსულ რეჟიმს, ეგრეთ წოდებულ ქართულ ოცნებას შეექმნა, ეს არის საქართველოში ყოველდღიურად რუსთაველის გადაკეტვა და მის საფუძველზე ეს ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური აქციები, რომელიც არ მთავრდება. ამის ნათელი დადასტურება არის აგვისტო, შეიძლება ძალიან ხშირად ვიმეორებ უკვე ამას, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ასეთი ცხელი აგვისტო არ ყოფილა. ყოველთვის გვახსოვს ჩვენ, რომ აგვისტოში ადამიანები გადიოდნენ და ეს თუნდაც 20 ივნისი, ასე შემდეგ იყო ცხელი ამბები, მაგრამ აგვისტოში ყველაფერი მთავრდებოდა. ეს ასე არ მოხდა. ყოველდღიურად, ყოველკვირეულად იქ ხალხი არ მოკლებია, პირიქით მოემატა. ახლა ჩვენ მქონდა სექტემბერში ძალიან მნიშვნელოვანი აქციები, ხვალ ასევე კიდე ერთხელ გავიმეორებ, გელოდებით ყველას გმირთა მოედანზე, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების პირობებში და იგივე აი ამ განცხადებაში თუ წერილში, რომელიც წაიკითხა ყოფილმა ფეხბურთელმა ყაველაშვილმა, ჩანს რომ მათ საერთოდ არ აინტერესებს და არც ახსოვთ რა არის საქართველოს ერთიანობა, რაზე დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არაღიარების პოლიტიკა, იმიტომ რომ ერთადერთი მთავარი გარანტია ამის არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის ფისკალურ კანონშიც წერია შავით თეთრზე, რომ მესამე და მეორე ხარი ასე ვთქვათ ქვეყნებმა არ აღიარონ ეს, თორემ ვერ მიიღებენ პულს ამერიკის შეერთებული. ეს არის ნამდვილი მეგობრობა და არა ის, რასაც აკეთებს რუსეთი ან ირანი ერთმანეთთან და მათ შორის საქართველოსთან. ერთ რამეს მინდა აუცილებლად ხაზი გაუსვა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამ, რომ ჩვენ თუ ფუნქციას დავკარგავთ და აი თქვენ ახსენეთ აქ რაღაცა მულტიფუნქციურობაზე ლაპარაკი. რა შინაარსი ქონდა ქვეყანას, რომელიც წარადგინა ყაველაშვილმა? რა ვართ? რაღაცა გამტარი, შუა დერეფანი. არაფერი, არც დერეფანი აღარ ვართ. შუა დერეფანი ახსენა ყველაზე ხშირად, გამტარი ვართ, რაღაცის ჰაბი ვართ მისი წარმოდგენით და რისი ფულის. ნახეთ, რისი ძალიან მნიშვნელოვანია და ეკონომიკური ფორუმი ახლა რაზე დგას საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგად დავინახეთ. დღევანდელი საქართველოს ეკონომიკა რას უჭირავს ლარი, უჭირავს შავ ფულს, რომელიც მოდის და თეთრდება, რომელიც ღმერთმა იცის მერე რას ემსახურება. კი, რას ემსახურება. ერთადერთი რასაც ვიტყოდი ახლა აუცილებლად უნდა თქვა, რომ ჩვენ კარგავთ ფუნქციას. ის რაც მან ელაპარაკა, ეს არის აბსოლუტურად გაუფერულება იმის და არც ჩინეთს და არც ირანს და არც რუსეთის გარდა აღარავის დავჭირდებით. ნახეთ, ჩინეთ ჩვენ ვაინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ვართ ევროპის ნაწილი. იმიტომ რომ შავი ზღვა მას ჭირდება იმისათვის, რომ გამოიყენოს ევროპა და მასთან დაამყაროს კავშირი. ხოლო თუ ჩვენ გავხდები და ბიძინა ივანიშვილის ხელში ასე იქნება ზუსტად რუსეთის ნაწილი, მაშინ ჩვენ რატო დაგვიკავშირდება? დაუკავშირდება პირდაპირ რუსეთს და რუსეთის გავლითი კონტაქტებს ყველა სხვა დანარჩენთან. ჩინეთის ელჩი შეხვდა გობახეთს. კი, ნუ რა თქმა უნდა, ისინი ამას ცდილობენ, რომ თითქოს რაღაც ალტერნატივას ეძებენ. კიდე ერთი, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ჩვენ მეზობელთან, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა უნდა გქონდეს, მაგრამ რასაც ნიშნავს სახელმწიფო სუვერენიტეტი და იდენტობა, ეს ეყრდნობოდა და აუცილებლად დაეყრდნობა იმას, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ევროპის ნაწილი.
ამიტომ ყველანი ქუჩაში, სანამ არ დავიცავთ ბოლომდე და სანამ არ მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე, ერთადერთი გამოსავალი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დარჩა ქუჩა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ. და სულ ბოლოს ეს გაერო ყველა მიცის რა ტრიბუნაა, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ აუხსნათ მაყურებელს, ეს არ არის ვიზიტი შეერთებულ შტატებში. თქმა უნდა არა. გაეროა, რომელიც მუდმივად ტოვებს შესაძლებლობებს, მათ შორის ივანიშვილის მსგავსი რეჟიმებისთვის, რომ მათ შეძლონ მობრუნება დემოკრატიული გზებისკენ. ეს არის ამის საშუალებასაც ტოვებენ, იმიტომ რომ დასავლეთია, იმიტომ რომ დასავლეთისთვის და განსაკუთრებით ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი და მისი ინტერესები აი ამ სივრცეში, ხო? ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ამ სივრცის ნაწილი და ამაში გვეხმარებიან მათი მხრიდან გაეროში ახლა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიწვევაც ქართველი ხალხისთვის გაკეთებულ საქმედ უნდა ჩავთვალოთ. ისინი კვლავ ამას ემსახურებიან იმისათვის, რომ ერთადერთი რა გზას დარჩენია არის ის, რასაც თხოვენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ჩაატაროს არჩევნები, რომლის საფუძველზეც თავისუფალ გარემოში, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეყოლება ის ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს უნდა. ამაზეა აქ საუბარი. ამიტომ მე მგონია, რომ ეს არ არის ვიზიტი ამერიკაში, ეს არ არის ამერიკასთან დალაგება, ეს არის მოცემულობა, რომელიც პირიქით ანგრევს და აზიანებს სხვაგვარად რო ყოფილიყო, არ გაუშვებდნენ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და აუცილებლად წავიდოდა კობახიც. დიდი მადლობა, ვანო წერეთაც.